გამარჯობა, პოლიციაში ვდეკავ, ხო? იცით, ჩვენ ბავშვი გვყავს ოჯახში, რომელსაც სოფელში წასვლა არ უნდა. იქნება დაიჭიროთ. კარგი, ანასტასია, არ დარიყო ეხლა რა პოლიციაში. კარგი ბავშვია კაცო ეს და წავა ერთი კვირა სოფელში, რა პრობლემაა? ხო, მარიკო? კაი, ხო. მაგრამ სოფელში მზიაბებოს ნახელში დავყავარ ხოლმე და არ მომწონს. და სოფელიც არ მიყვარს კიდე საერთოდ. ჩვენი სოფლების რო ევროპულებით იყოს შეგიყვარდებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლები ძალიან ლამაზებია და ხალხი შეძლებულად ცხოვრობს. ხო და გამარჯობა მერე. ჩვენ სოფლებში კიდევ არც გზებია, არც კანალიზაცია და ინტერნეტმა ვერ შეაღწია კიდე ზოგგან. აუ, ჩვენ კი გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ მზიაბებო ტელეფონს მიმალავს ხოლმე. ერთხელ ბოსტელში ქონდა დამალული ძროხის საჭმელი ჯამის ქვეშ. ვეტყვი ომარიკო და აღარ დაგიმალავს საწი. რა იქნებოდა ჩვენი სოფლებიც რო აყავდებოდეს. შევიდოდეთ ევროკავშირში ჩვენც. ხო და ბევრი ადამიანის დაბრუნდება ეგრე სოფელში. დაცალილებული რო ეხა და მიტოვებული სახლები რო აქვთ. ნახე რა წერია. ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა ფერმერები ძალიან ბევრი შეღავათით სარგებლობენ. დაბალი გადასახადები და მაღალი დაფინანსება. ევროკავშირი თავისი ბიუჯეტის მესამედს ახმარს სოფლის მეურნეობას. ეგრო ვიცი, იმიტომ მინდა ანასტასია ევროკავშირში შესვლა, რომ ღირსეულად იცხოვრონ ადამიანებმა სოფელში და არა ისეთ რას რო ცხოვრობენ. ხო, მზიაბებო რაღაცა თუ სიტყვებს იძახის ხოლმე. თუ გეშველება ნეტა რამეო, მაგრამ არ მახსოვს ის სიტყვები. აუ, არ მინდა სოფელში. გამარჯობა, ისევ მეგაწუხებთ. იცით, ჩვენ ოჯახში გვყავს ბავშვი, რომელიც სოფელში წასვლაზე ამბობს უარს. ვერ დაგვეხმარებით? აჰა, ნუ სპეცრას გამოგზავნით. კაი, წავალ ხო. კარგით, აღარ გვინდა. გააუქმეთ ოპერაცია. ინგა წავედი მე, თეკლას უნდა უთვალთვალოთ. რა თეკლას უნდა უთვალთვალოთ, კაცო, რატო? ნარკოდილერია და მაგიტო. რატო უნდა უთვალთვალოთ, ვიღაცა ბიჭს ხდება და არ გვეუბნევა. მერე ეს თვალთვალი რა? მისმინებს სახურავზე ადით და იქიდან ჩანს ხელის გულივით ყველაფერი. გვაქვს უკვე გეგმა, წავედი. ჯეიმს ბონდ. მოდი შენ უთვალთვალებ ხოლმე სახურავიდან. წადი ახლა თუ მიდიხარ. კაი ხო. ობიექტი სადარბაზოდან გამოდის. ობიექტი გადაადგილდება. მიიღება. ობიექტს ხედავ. ვარდისფერი მაისური და შავი ჯინსი. თიკო რა სათვალე გიკეთია რა არის? სვერკაზე მუშაობ? მაგის დროა ეხლა. ობიექტს კარგავთ მიდის. გასაგებია, მიღებულია. ობიექტს უკან მივყვებით გარაჟებისკენ. რა გოგოე, ბაბა ვის მიყვებით? თქოცადი თეკლა? შენ აქ რა გინდა? ვის უყურებ დაბა ჩვენ? ეგ ჩემი უმცროსი და ვიცოდი რომ ითვალთვალოდი და ჩემნაირად ჩავაცვი. რა ტყუილა ვიწვალეთ პროსტა. დაიცე წუთი. ხო ინგა. გადაცმული ადამიანი როგორ ვერ იცანით, გოგო? შენ რა იცი? ამოიხედავ მაღლა ვარ. სახურავზეა. დი ანასტასია მლამის გამგუდა. პირი გააღეო, ბატიბუტი მესროლა და ყელში მქონდა გაჭედილი. ხო. ძალიან ყურადღებიანი დედაა ინგა. საერთოდ არა იგნორებს ბავშვს. ახლა ფეხზე არ წამოვდგე თორე, შენამდვილად არ დარჩები დაიგნორებული ქალბატონო. დე როდის მივად ნოვატორში რობოტებზე, რო ავაწყო და ანასტასია იწრიოს თმებით. მაგის თმებს თუ კიდე ეგ უნდა. მივალ თომარიკო აგერ დღე-დღეზე რაღა დარჩა. აიმე, რა მტვერია კაცო აქ. ომარიკო ერთი კაი პილასოსი უნდა ამიწყო რობოტიკაზე რო შეხვალ. პილასოსი კი არა კინდერის სათამაშო ვერ აწყო გუშინ ელემენტარული. 6 წლამდე ბავშვებზე როა გათვლილი. და მართლა რა არის, ომარიკო გებლუკება ეხელები. აუ რა გინდა? შენ რო გატეხე გუშინ ანასტასიას ყვითელი ჭიქა. ჩემი ყვითელი ჭიქა გატეხე ინგა? იმიტომ ვერ ვიპოვე დღეს. ხო რა იყო ახლა დიდი ამბავი. ყველა შეიძლება რომ დაემართოს ეგეთი რაღაცა და უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. შენ რო გაგატეხა ჩემი ლურჯი ჭიქა, გაპატიებდი მე. მე რო რობოტს მოვიტან სახში, იმასაც გამიტეხავთ თქვენ. ინგა შენი ჭიქა გამიტეხა შემთხვევით, ლურჯი და უნდა მაპატიო. კი, გაპატიებ, როგორ არა. მანდიყავი ანასტასია, საპატიებლად მოვდივარ. დი, ჩვენ სახში მოჩვენება დავინახე გუშინ ღამე. რა მოჩვენება დაინახეო, მარიკო, მოგეჩვენებოდა. სად დაინახე? ხო იცით რომ ძალიან მეშინია ესეთი რაღაცეების. აუ, დავინახე. თეთრები ეცვა და შემოსასვლელიდან აივნამდე გაირბინა. და ქარი შემოქროლდა სახში.
არაფერი არ არის ომარიკო, არ არსებობენ კაცო მოჩვენებები. ნიტა შეიძი. ზოგს ნანახი ყავს და ამბობენ რომ სიმართლეაო. არ მინდა ღამე შემოთახში დაძინება, რომ მომაკითხოს, ჩვენთან დავიძინებდე. რა ჩემთან დაიძინებ, კაცო, რომ მოგაკითხოს? კაი ხო დაიძინე. ვისი მოჩვენება უნდა იყოს, კაცო, ახლა ამ ჩვენ სახლში? ამ სახლის წინა მესაკუთრე ხო არ არის ინგა? რა ერქვა იმ ქალს? არა, ეგ გამორიცხულია. სესილი 93 წლის არის და სოლოლაკში ცხოვრობს, ბარდივით არის ქალი. დაივიწყეთ ხო, კაცო, არაფერია. აუჩი, ნიკატიტი მივარდა. ანასტასია, თუ გამოვედი ახლა, მანდ ისე გაყნულებ, რომ დანისწრაბე მიკრო გაიგებ ციცოდე. დეგენერატი ეს. კაი ხო, ხუმრობდი პროსტა ეს ორი დღე. დე, მოჩვენებამ გაირბინა ამ წამსახში. რა? ინგა, სახლში ხართ? მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. სად ვიქნები აბა გოგო, არც ბათუმია ჩემთვის და არც ქობულეთი. ბავშვებს მოვუტანეთ შოკოპაი, დასასვენებლად გინდა ხო წასვლა, ჩემი შვილი ისვენებს თოფში. თოფში? ფოთში. არა გოგო, მან კოღოებია ძალიან ბევრი. ომარიკო, გამოდი ლია დეიდამ შოკოპაი მოგიტანა. რა უაბარეს მოვკარი ყური? გამოუში რა აქეთ. ომარიკო ხარ შენ? გამომართვი 2 ცალი. კაი რა 2 ცალი რა არის? დამატი რა 5-6 ცალიც. აბა ეხა გამასტარი აქედან სანამ ღრმად ჩავისუნთქე. დაიმელია ხალიჩებს ვერეცხა გოგო, უნდა დავალბო და წყალს მოუშვებ და მოვალ ეხლავე. მე რა უთხარი არ გაინტერესებს? მეთქი შეგათახსირებულო ქალო, მთელ კორპუსი როგორ გადაშლილი ფეხები ეკეთები ვისგან გიგვირს თქო. ნუ ახლა მთად ეგრეც არ მithქვამს, მაგრამ კი ვაგრძნობინე. დე, ქვემოდან ლელადერი დაყვირეს, წყალი ჩამოვიდა თქვენგან ჩემთანო. ვაიმე, ჩემი ხალიჩები, დედა ჩავრეცხე მეზობლები. ომარიკო, ნუ დარბიხარ კაცო, წაიქცევი. შეხედე რა. ინგა როგორ ახარ ჩემო გოგო? რა შვები აბა, მაღაზიაში გამოვედი და. რა ვიცი გოგო, ვისეცხელა სახლში რომ მე ჩამოვედი ჰაერზე, ბავშვს ჩამოვხედე თან. ნირთმევ. რატომაც არა? კაია. თლიანი აიღე მეთქი ისგი არ მithქვა. ვაიმე ომარიკო, მან დარდაჭდე. გაგიჭუჭყიან და კაცო შორტები. შეხედე რა. გოგო ასეც ნუ კი უშლი ბავშვს, ყველაფერს ცოტა უნდა მიუშვა. რჩევებსაც მაძლევს. გოგო, ბრაჭიქს ჩვენი კორპუსის სახურავს, თავჯდომარერო ხარ. დედა რა ტიპი ხარ ინგა? ტიპი ვარ ხო, ტიპი. მიდი აბა შენიცი. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ კაცო, მაგ ბალაკებში გიკმეს რაღაცა. უყურე რა. უკაცრავად ქალბატონო, აქ მეორადების მაღაზია მომასწავლეს და ხო არ იცით სად არის? კი, აი ამ კორპუსს თუგან არის ამერიკული მეორადები. აი მე-16 კორპუსი რო არის, მაგის წინ გარაჟია და მან არის თურქული მეორადები და აქ რო დიდი მაღაზია, მაგის მეორე სართულზე არის ევროპული მეორადები. მეორადი ქალების თუ გჭირდებათ, ეგეც ვიცი კიდე სად არის აქ. რეებს ლაპარაკობ კაცო. მიმასწავლეს ნანი ხო, ერთმა უცნაურმა ქალბატონმა. მადლობა. უცნაურს განახებ თუ გამოგეკიდე ახლა. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ რა, დაიღლები კაცო. აუ შემეშვი. ვის უყვიდი ხარ შენ? წამოდი ახლა სახლში. ინგა და გამოუშვებთ კიდე? თუ ექნება სიარულის თავი გამოვა თვითონ. გამიძეხი. დე, ახალი მეგობარი გავიჩინე. ხო გამიშვებ დღეს მაგასთან? ვინ მეგობარი გაიჩინე ომარიკო? საცხოვრობს. ლუკა ქვია, დედამის დიანა. შენ რო სალონში დადიხარ, იმ კორპუსში ცხოვრობენ. ეთერის კორპუსში. წადი ხო, მაგრამ 6-ზე სახლში იყავი იცოდე. შემოდი ომარიკო, დედაჩემ ნამცხრები იყიდა და ვჭამოთ. გამარჯობა. მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინე ჩემი ლუკას მეგობარი, მაგრამ მოდი. დედაჩემ მითხრა თქვენზე, მადლობა გადაუხადეთ ჩემ მაგივრათო. და იქ მადლობა რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ლუკაჩო, მოდით დე მადარტის ნამცხრები ჭამეთ. ისა შვილი შენ იცი საერთოდ მადარტი, ანუ გსმენია.
კი, ჩემს მოუტანეს თავის მოდაქალებმა დაბადების დღეზე მადარტის ტორტი. მარწყვებით იყო. მერთხელ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ოჯახში სუფრას ჭიქის რძეც კი არ აკლია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აუ, მარიკო, შენ რა სოფელში იყავი, მან კაი იყო, მე არ მაქვს სოფელი. აუ, კი, ძალიან მაგარია. იცი ჩემ სოფელში როგორ ლაპარაკობენ? შენ აქითკენ არ ჩამეიარე. აი მე ძალიან გთხოვთ, მალე მორჩით და გარეთ გადით რა. კარგით, მალე მოვრჩებით. გევიდეთ გარეთ. აუ, გუშინ ქუჩაში წამივიდა გული და სადღაც პარკინგზე შევარდი. რა? წყალი აღარ მაქვს. გოგო ძალიან დიდხანს ვიყავი მზეზე და გული წამივიდა. რა გამოფხიზლდი ხის ქვეშ ვიყავი სადღაც პარკინგზე. დაპარკინგებული იყავი, ანუ გასაგებია. აუ, მალე უნივერსიტეტში ჩარიცხები დაიდება და ძალიან მეშინია რატომ ხარც. აუ, მე აღარ სხვათა შორის ნოვატორი რა გადავწყვიტე, მაგის მერე ძალიან მკიდია უკვე უნივერსიტეტი. გუშინ ვიყავი სხვათა შორის მისული მან და ძალიან მაგარი გარემო დამხვდა. ხა? აუ, ისე მეც შემაინტერესებს რაღაცა იგივე სფერო მოვიდოდი. თიკოში რა გაინტერესებს ვაფშე? 4 დღეც ვიყავის გარდა არაფერზე გილაპარაკია. რეცეპტებზე. აუ, ბაზარი არა და გუშინ კიდე რანაირი ყავა დაგვალევინე საერთოდ. ციანიდი ქონდაო თუ რაღაც. ცედრა გოგო, ლიმონის ცედრა. ხო მოუხდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავ შევიკავებ, ყველასთვის ასიაჯობებს. აუ, მე ნოვატორში დამალევინეს გუშინ ყავა, ამ დასიცხული რომ მივედი. კაი, გავიგეთ, თეკნო წარმატებისგან პირველი ნაბიჯები გადადგი. Congratulations. აუ, თქვენ უცხოენებზე აბარებთ, ხო? დიახ, გასაგებია. მე უკვე ნოვატორში ვარ. დი, ანასტასია მომსევს ეს სადაუმალო. შენი ჭირიმე რა. ისეც ხელა მესა დავიმალო ეგ არ ვიცი. სადა ხარ? ინგა ჩოკოპაი აქ ნაყიდი მთლიანი 5 და 1 წელს არ მაძლევს. ნაგლი ბავშვი. არ მოგცემ, იმიტომ რომ გუშინ წინ შენ კევი არ მიყიდე. მე არ მიყიდია, მაგრამ კევი მაინც ქონდა 1 საათში. იმიტომ რომ რაუჭიროდი ვიღაც კაცმა ჩამოიარა და იმან მიყიდა. გაჭირვებულზე ამაგიაო. რა გაჭირვებულზე ამაგიაო, მარიკო, ჩოკოპაიებზე და ხაჭაპურებზე მყავ გაზრდილი. რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. დღემდე ვევჭამ ამ ნაგლი ბავშვის გამო. მომიცი ერთი აქ, ამას დავმალავ და მე გამოგიზოგებ. აუ, დი, ანასტასიამ სულ შეჭამა მთელი 5 ჩოკოპაი, შეხედე. რას ამბობ, კაცო, ვიცით ადგილას დავმალე, მე აღარ მახსოვდა. წამოდი ერთი ხა ისმებით ვარ გადავაცალო. თიკო ხო იცი რან ინგამ რო დამიმალე ჩოკოპაი მთელი 5. ვიპოვე და 12-ვე შევჭამი. თიკო ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. დაიმე პიცა დამეწვა, რაღა ვქნა, დედა სუდან ახშირდა. მაჩვენი აბა. რა გინდა აი პილპილი გადარჩა. ისე პილპილი რა თუნდა პიცას. რა პილპილი ნახშირია გოგო ეგ. ისა კი ასასარგებლო კუჭისთვის ნახშირი. აუ, დი, ერთი საათია მაგ პიცას ველოდები, რა ვჭამო ეხლა. არა უშავს ხო მეორე პიცაც მაგ გამზადებული და მაგაშევდებ გასკურაში გამოცხვება. ინგა ისე ეს პიცა. თავდაცვის სამინისტროს რო გაუგზავნო, ისე გაფოებული არ ამგონი ამას გაგი დამცავი ფარი იმად გქონდით. და ისე რამ დაწვა კაცო ასე სუდან ახშირებული როა. რა დამემართა. რადა ვიდეოებს უყურებდი Facebook-ზე და იმიტომ დაგეწვა. დედა როგორ ეხმარებიან ჭიანჭველები ერთმანეთს, რა კარგი ვიდეოა. აი მე მარიკო გააღერა ეგ ფანჯარა ძალიან ჩამოცხა კაცო. გლობალური დათბობა და ჯანდაბა ამათ, ამოხოცეს ხალხის სიცხეში. ინგა კარტოფილს ამოურიე რა. ადეთი და ამოურიე კაცო. ანცალია მე, ზუმერის ფილტრს ვაკეთებ. უბნის კოლორიტი, რა თქმა უნდა, ბესეთკაში. დაკიდავებული თამა და ეს თეკლა დირექტორის მოადგილე. კაპიბარა რა არის? რა მაგარი როჟა ჩანს. აუ, კისერი პროსტა. წინდების დამწყვეტებელი ინგა, ამიტომ პანდების მომვლელი ვარ. ბრაზილიური სერიალები არ მევასებოდა. შადრევნის ქორეოგრაფი, არაბუზების მთლელი ვარ. შხაპის მომღერალი. ტონკურზე არ მევასებ, ამიტომ უბრალოდ კარგი ადამიანი გამოვდივარ, რა ვქნა.
უბნის კოლორიტი. პანდები თუ კაპიბარა. უკაპიბარა ძალიან დამევასა. პინგვინების გადამტრიალებელი, თუ ბუზების მთვლელი, ალბათ პინგვინები. ხმებ თუ გავიჭედი. კაპიბარა, თუ უბნის კოლორიტი. კაპიბარა იყოს შხაპის მომღერალი. კაპიბარა ძალიან მაგარია. ინგა კაპიბარა გამოვდექი. კი, რობოტი უნდა ავაწყო. რა რობოტი უნდა აწყო, მარიკო, სახში არაფერი მომიტრიო. ნოვატორი საიძენა ხა გოში რობოტიკის საბავშვო კურსი და ეგ მოუნდა. ხო იცით ეკლა შედის მან გრაფიკულ დიზაინზე. ხო და მეც მინდა. რობოტს ავაწყობ და მერე ლაშას ცემს. ლაშა ვინ არისო, მარიკო? ვინმე ხარ ჩაგრავს ეზოში? არა, მაგრამ ბურთს გვართმევს ხოლმე და გვაწვალებს. მერე რა თუნდა მაგას რობოტი? მე და თიკოც ვეყოფით. კი, ამ რობოტიკის კურსზე იცი რამდენი რაღაცეებს ასწავლიან? თურმე რობოტებს რო აწყობენ, მერე იმათ, რასაც უნდათ იმას აკეთებინებენ. და კიდე კომპიუტერებს ასწავლიან. შევიდეთ რა. არ ვიცი მოვიფიქრებ ხო? მოვჩი. აი დედა, ტუალეტის ქაღალდის ხმარება არის ის ამბავშმა და რა რობოტებს ისწავლის ეს. მოვდივარ ხო, ადექი. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ვინ გახდა სრულწლოვანი? შენ გახდი, შენ, მაგრამ რა გინდა ჭკუა მაინც არ მოგემატა და. და ვისთან უნდა მოვიდენ დღეს გოგოების სტუმრად? შენთან მოდიან, შენთან. და ჭურჭელს ვინ გარეცხავს? ეგ არის ჩამოშხამა ყველაფერი უკვე. და ჭორჭი ვინ უნდა ჭამოს? ინგა ეს ბავშვი მომაცილე დღეს. აი მოვიდნენ გოგოები. ანასტასია გილოცავთ ბებერა. ვა, მადარტის ტორტი გაჩითით. დაიცა ჩავიფიქრო. ეგ არის. ანასტასია ისეთი სუნა მოგიყიდეთ, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. უი, სუნამოს მე წავიღებ. შენ ოთახში, ანასტასია. ეს სათილი ვინ მოიფიქრა ვაფშე? არა ეს ტორტი იმენა საუკეთესოა. აბა შაშა რა იყო გამხმარი ტორტი უგემური. დედა ჩემის მაღაზიიდან იყო ეგ. კაი გოგოებო ვერთობით. აუტიკო რომელი სიმღერა ჩართო იცი? He's a smooth apurira ეგ. კაი ხალხო რა დროს სიმღერა გავჭრათ რა მადარტის ტორტი. კაი მოდით სულ ყველა. თიკო სადაბადების დღე უჩართი. კაია. ტორტი სად არის? მე არ შემიჭამია. დღეს ჩემი დაქალები მოდიან და ცივიყავები გჭირდება ძალიან გთხოვ. გაგიკეთებთ ხო, გაგიკეთებთ. თან ხო იცი უბრალო არ ვიცი მე. ჩემე ბურს გავაკეთებ ნაყინით. თეკ მოვედით, ლიფტს რა ჭირს? გოგო გაფუჭებულია. გუში მე და ჩემი შეყვარებულია მოვდიოდი და ზუსტად კარებიდან რომ გამოვედით, მაშინ გაფუჭდა. ანუ ლიფტში ყველა იმ შეყვარებულთან იყავი, ვინც კი ყოლია. მაშინ გაფუჭებული იქნება. ვერ გაუძლებდა დროსები. მობრძანდით გოგოებო, მოკლედ ამაც ვიოკა თქვენმა დაქალმა ყავები გაგვიკეთე გოგოები მოდიანო და აი, ჩემი ცივი ყავები ნაყენით. დასხედით აბა და მითხარით ერთი რა საქმე გაქვთ ასეთი, რა ხდება? მოკლედ ნუნუკა დეიდა მთეკლას ძალიან უნდა რომ ნოვატორში მივიდეს. აკადემია რომელშიც პროგრამირებას და გრაფიკულ დიზაინს ასწავლიან და თეკლას უნდა მაგრაფიკული დიზაინის სწავლა. კი, მაგრამ უნივერსიტეტი გოგოებო, ამდენი ხანი რითვის ემზადებოდა ტყუილა? აუ, კაით რა, რას ემზადებოდა ნახევარი გაკვეთილები გაჩუნდი გოგო. იმიტომ ამბობ ნუნუკა დეიდა რომ არ ამგონია ქართულის 16 ქულით დიდი შანსები გქონდეს. აი მე ქულა აღარ გამახსენოთ რა ლამის თავი მოგჭრა. ისე ეს დიზაინები სულ მოწონდა ამას. აი მე ერთხელ დრუმსიკი გადაჭრა თავისი და თავზე დაიფარა ქუდი გავაკეთეო იწახდა. აუ დემივიდეთ რა ნოვატორში, მან გრაფიკულ დიზაინსაც ვისწავლე, ინგლისურსაც და გასაუბრებებითაც იდეალურად მომამზადებენ. წავიდეთ ხო, წავიდეთ. ხა რაღაცასი აქებთ და მოგწონს, მივიდეთ მან და გავიგოთ ყველაფერი. ოღონდ შე რამე ისწავლე და. ძალიან კარგი, ხო და ჩვენ გაგვიმარჯვეს ამ ცივიყავით. აუ თეკ გარე ძალიან ცივია და შემთხვევით გადაჭრილი დრუნსიკი ხო არ გაქვს. სახლამდე რო დავიფარო. უყურე ვერ მოვკალი რა. რა კოღოა კაცო ამისთანა? აუ მაკოღო მიკბინა სამგან. მე კაიაო მარიკო ეგ გემრიელი სისხლი გქონია.
ხო, ნელ-ნელა გაცლიან სისხლს და მთავარ კოღოსთან მიაქვთ. თავარი კოღო რომელია? თავარი კოღო სულ ბოლოს კვენს და კვდები. გაჩერდი გოგო, ნუ აგიჟებ ერთი ამბავ, შენი ჭირიმე რა. შენ გერ გაღვიძებს მე კაცო ყოველღამება ხან ნიანგები ესიზმრება და ხან თვალებ დაჭყიდილი დამრიგებელი. მაშინ ერთი აბა უმარიკო სად გიკბინა. ერთი ნაკბენი ხელზე მაქვს, ერთი ფეხზე, ერთი კისერზე და ერთი იქ ტრაკზე. დედა მან რაღა უნდოდა კაცო. იმდენი ხანი იყო წეგან ტუალეტში თვითონ დაღლილმა უნიტაზმა რო არ უკბინა იქ მიგვირს. დედა რამ წარეთი კბინებიან, რაღაც ახალი ჯიშის კოღოებია მე მგონი შემოსული, ჰიბრიდები. ეგ კოღოები კი რა Toyota Prius-ებია ინგა. აუ მეც მიკბინა მე მგონი იქ. ჯე მედიკო ჯეიდა მოვიდა, მოვიცანდით. მოდი მედიკო, მოდი. როგორ ახარ გოგო, ასე უნდა დაკარგვა? რა ვიცი გოგო, თამაზის და სკოლის გადამკიდე რო კიდე ცოცხალი ვარ. თქვენ რა შვებით? რა ვიცი რა გვიჭირს ერთი კვირა სოფელში ვიყავით ჩვენც და გუშინ ჩამოვედით საღამოს. დასვენება არც მე არ მაწყენდა ჩემო ინგა. დიდი ხანი კი არ არის გოგო რა სკოლის საქმეებს მოურჩით. ადამიანს აღავკავარ. სკოლაში რომ მუშაობ გოგო ძალიან კაია, აქვე გაგთან მიხვალ და მოხვალ. ჟარი გოგო, კაი, იმდენად მოგეთებინებენ და ხელფასები ჩვენ არ გვივარგა. გაიხედე მიდი აბა ევროკავშირში როგორ დაფასებულები არიან პედაგოგები. მედიკო ჯეიდა თქვენ ისი მასწავლებელი ხართ? მათემატიკის ომარიკო 21 წელია. ხო გიყვარს შენ მათემატიკა? ეს გიждდება მათემატიკაზე აფანატებს. ევროკავშირში კიდე ყველა საფასებენ, ოღონდ შენ მოინდომე და სახელმწიფო გიწყობს ხელს რომ დასაქმდე 16 წლიდან. ხო, შენი გოგოც გახდება ახლა სტუდენტი და მიმუშავების მოგეხმარება. მასწავლებლების ხელფასები საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, ახლა რო ევროკავშირის წევრები არიან, ხო? აი ლიეტუვა იღე მაგალითად. 20,000 ევროდან იწყება ინგა წელიწადში. ეხლა მხატვრობითი გადახვიდე დასავლეთ ევროპაში 70,000 евро არის მინიმალური მასწავლებლის ხელფასი. ხო და გამარჯობა ჩემო მედიკო. იმიტომ აღარ არიან ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში. ამ ხელატურს რო აკიდებენ და 1000 ლარს აძლევენ მერე. ზოგჯერ ეგეც არ არის. ჩემ სკოლაში ერთი მასწავლებელი და 91 წლის არის. დედა ჩემი ამბობდა სული რო შეუბერო მოკუდებაო. რა გინდა? რატომ იყურებიქდი? გოგო, ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩემს კარტოფილს როთლი. ანასტასია, როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. აუ მე ზღვაზე მინდა წასვლომარი და ჩემ ჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. აუ ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი, რა თქო ვერ ხედავ რომ კითხულობს, просто უგუღმა უჭირავს. აუ კაი თხო არ კითხულობ და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუშინ მაგაც ეძი ისეთები წავიკითხე რომ ეხლა დაჭყეტილი მაქვს თვალების სიხარულისგან. აუ შეკიდე თუ ეგრე ძალიან გიდა მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნებათ ეგ მიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ ერთ წელში. აუ მაშინ შე რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხვალ და დაებაზრებით დედა ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი, ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? აუ ძრო ხარ მოწველე. მიხედავები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, ეგ ღამაგლია. ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონე გუშინ მაგ ძროხას ისევ შენ უნდა მოწველო. აუ ვიხევი. აუ წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი.